მოგესალმებით, ეს არის Redline-ი, მე ვარ ბექა პატურაშვილი, დღეს ჩვენი სტუმარი არის ოთო კონჯარია, სამხედრო მიმომხილველი, ალფასი ხშირი ყავს სტუმრად, ასე ვთქვათ. მოგესალმები ოთო. მოკლედ მომწონს ესეთი დაწყება, ვისაც გიხარიათ და მოგწონთ რუსეთის დემილიტარიზაცია, თქვენთვის ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გვაქვს ძალიან მაგარი სიახლეები. წინა ეპიზოდში ჩვენ საუბარი გქონდა ოპერაცია ობობის ქსელზე, ზოგი ამას აბლაბუდას არქმევს, როგორც გენებოთ, შინაარსი იგივეა და თარგმანი სხვადასხვანაირად ქართული ენა გვაძლევს ამის საშუალებას და მე მგონი მაგის პრობლემა არ არის. შტამბეჭდავი ოპერაციის შემდეგ ნახეთ კიდევ ერთი ძალიან მაგარი ოპერაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის შესრულებით. ძალიან სახალისო მემეები გავრცელდა მერე ეს სატვირთო ავტომობილები როგორ დაცურავენ წყალქვეშ და როგორ ზის საჭესთან კი ბატონო ამ სამსახურის ხელმძღვანელი თავის ძაღლთან ერთად და მოკლედ ძალიან ვინც გულშემატკივრობთ უკრაინას რუსეთთან ომში ძალიან ვისიამოვნეთ აი ამ სიახლეებით, მაგრამ ამ ყველაფერს ცხადია თან ახლავს რისკი და თან ახლავს მოლოდინი რა შეიძლება იყოს რუსეთის საპასუხო ქმედებები. მოკლედ დღევანდელ ეპიზოდში ოთოსთან ერთად ვისაუბრებთ ყირიმის ოპერაციაზე, მის შედეგებზე. ცხადია შევეხებით ასევე თავად ობობის ქსელს, წინა ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის განადგურებას. იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული დეტალები დაზუსტდა, გარკვეული რაოდენობა განადგურებული საფრენი აპარატების დაზუსტდა, მათ შორის არის სატელიტური ფოტოების მონაცემები უკვე, რაც უტყუარი მტკიცებულება არის. ამაზეც გვექნება ნაწილობრივ ესეთი შემაჯამებელი საუბარი. ვისაუბრებთ ასევე პოლიტიკურ ნაწილზე, ცხადია, ახლა, როდესაც რისკები იზრდება, პოლიტიკურ ფაქტორს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, გარისკავს თუ არა რუსეთი, თქვათ, რაღაც მძიმე ნაბიჯების გადადგმას, ბირთვულ შეტევებს ხშირად ახსენებენ ხოლმე ამ კონტექსტში და რა ფასის გადახდა მოუწევს ამ შემთხვევაში, რა დილემის წინაშე დგანან ახლა კრემლში და თავის მხრივ რას უნდა ველოდოთ შემდეგში უკვე უკრაინისგან, როგორც თავდაცვით ნაწილში, ასევე ოპერაციების გაგრძელების ნაწილში. იმ ფონზე, რომ ზაფხული დადგა უკვე და ომისთვის ეს არის ყველაზე ცხელი ფაზა, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე. ოთო დავიწყოთ ყირიმით, ვნახეთ კადრები, სადაც ჩანს ხიდის საყრდენების აფეთქება, ამის შემდეგ იყო ინფორმაცია, რომ წყალქვეშა დრონების გამოყენებით, თუ წყალზე და როგორ არის ეს ზუსტად არ მახსოვს, ორივე კომპონენტი არის ხო? იყო შეტევები და ასევე იყო ინფორმაცია, მათ შორის ალფასი ხშირეზე გავეცანი, რომ მიმდინარეობდა იერიში ნეპტუნების გამოყენებითაც სარაკეტო იერიშებზე საუბარი. რა ვიცით საბოლოოდ რა მოხდა ყირიმის ხიდთან მიმართებაში? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, წარმატებას უსურვებ თქვენს პროექტს. მადლობა. ყირიმის ოპერაციას რაც შეეხება, ეს იყო უნიკალური იმ ოპერაციის გაგრძელებითი, ესე ვთქვათ, წარმატებული სვლები, რომელიც განახორციელა უკრაინის SBU-მ, უსაფრთხოების სამსახურმა. არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ განხორციელდა ეს, ესე ვთქვათ, წარმატებული დივერსიული აქტი, რომლის დროსაც ერთ-ერთი საყრდენთან მოხდა აფეთქება. პირველი ვერსია არის ესეთი, რომ იქ უკრაინელი აკვალანგისტები, დივერსანტები, თვითონ მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში და მოხდა ჩარევა და დაინაღმა ეს ტერიტორია. დაახლოებით 1000 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონაცია მოხდა და არის მეორე ვერსია, რომელიც ჩემთვის უფრო ლოგიკურია. იმიტომ რომ ახლა თუ იქ აკვალანგისტები შევიდნენ იმ ფონზე, როდესაც რუსებს აქვთ იქ სენსორული სისტემები დაყენებული იმისათვის, რათა იქ დაფიქსირდეს მოძრაობა და აი ამხელა ჩავარდნაც თუ მოხდა რომ ფიზიკურ დონეზე მოახერხეს უკრაინელებმა ინფილტრაცია, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის, მათი უსაფრთხოების სისტემა იმ დონეზე ჩავარდნილა, რომ შეფასებაც კი სასაცილოა, თუ ეს აკვალანგისტების ოპერაცია
მეორე ვარიანტი, რომელიც არის ჩემთვის უფრო სარწმუნო და უფრო ლოგიკური, არის ის, რომ წყალქვეშა დრონებით მოხდა, ესე ვთქვათ, შეცურვა ამ ზონაში და ესე ვთქვათ, დააყოვნეს ეს დრონები რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ უკვე მოხდა დეტონაცია წყალქვეშ, რომელმაც ესე ვთქვათ, დააზიანა და მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია ამ კონსტრუქციის გამართულობისა. ნუ რადონის დაზიანება არის, ამაზე ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს, თვითონ რუსები რა თქმა უნდა ყველანაირ ფაქტს მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით უარყოფენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ლოგისტიკის ხარისხს დაეტყობა ეს ყირიმის ხიდის გამტარუნარიანობასთან დაკავშირებით და უფრო მეტი ანალიზის საშუალება გვექნება თუ რადონის ზიანი მიადგა ამ ხიდს და რაც თავის მხრივ იყო უნიკალური სპეცოპერაციაც, ერთგვარი ქაოსის შემდგომ უკრაინელებმა ისარგებლეს და კიდევ უფრო ღრმად განახორციელეს ეს სპეცოპერაცია და აჩვენეს მთელ მსოფლიოს, მათ შორის დონალდ ტრამპს, რომ ზელენსკის ნამდვილად ძლიერი კარტები აქვს. და უკრაინელებს შეუძლიათ ისეთი სპეცოპერაციების ჩატარება, რომელიც მოსადისთვისაც კი, ესე ვთქვათ, უნიკალურია და მისასალმებელი. კაი, მოდი ვერსიები რომ ამოვწუროთ. ვთქვათ, აი ის პირველი ვარიანტი რაც შენ ახსენე, რომ მოხდა წინასწარ დანაღმვა, ასე ვთქვათ, ხო? ანუ არის ეგეთი დაშვება, რომ ვთქვათ, წინასწარ რაღაც გარკვეული დიდი ხნით ადრე ყოფილიყო, ვთქვათ, თუ მაგის აღმოჩენა მოხდებოდა, ანუ რა გაძლევს იმის საფუძველს, რომ აი თქვა, რომ რაღაც ნაკლებად სარწმუნოა ეგ ვერსია და აი ეს ტექნიკურად რო აგვიხსნა, ასევე მეორე ნაწილი რა, ანუ როგორ შეიძლება და ეგ მომხდარიყო. პირველ ნაწილს რაც შეეხება, ნუ თუ ვიღაცები გადმოიბირეს პირობითად რუსები იქ რაღაცა ისო კორუფციიდან თუ ამოვალთ და რაღაც მოსყიდვასთან გვაქვს ადგილი, შესაძლებელია, ეს უფრო ლოგიკურია ჩემი აზრით, თორე ახლა იქ თუ უკრაინელებმა რაღაცა ასეულობით კილომეტრი წყალქვეშ იცურეს და შემდგომ იქ ამოყვინთეს და დანაღმეს ქვეშ ეს საყრდენები, ხიმინჯები და შემდგომ მოხდა დეტონაცია ისე რომ უკან გამოვიდნენ უსაფრთხოდ. ნუ არ ვიცი, ესეც დასაშვებია, ანუ იმ ხელა ჩავარდნა ჰქონდა ოპერაცია აბლაბუდის დროს რუსეთის სტრატეგიულ ავიაციას და მათ უსაფრთხოებას, არც ეს არ გამორიცხული, ხო? ნუ იქ თავარი რაღაც დიდი მოულოდნელობის ეფექტი იყო, ხო? დიდი მოულოდნელობის ეფექტი და თანამედროვე ტექნოლოგიები იქნა გამოყენებული თავისი ხელოვნური ინტელექტით და ესე ვთქვათ, აი ამ კონსპირაციული ოპერაციის უმაღლეს დონეზე გამართვის, მაგრამ აი ეს ამ შემთხვევაში ყირიმის ხიდზე მაქვს საუბარი, პირველ ვარიანტს აქვს არსებობის საფუძველი, არაფერია გამორიცხული, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს იყო წყალქვეშა დრონების გამოყენება, წყალქვეშა დრონების გამოყენება მოხდებოდა როგორ, ანუ პირობითად ოდესიდან გაუშვებდნენ აი ამ დრონებს, ოდესის პორტიდან მოხდებოდა აი ამ წყალქვეშა დრონების წყალში ჩასშვება, შემდგომ დაახლოებით 3-4 მეტრზე ჩადის ეს წყალქვეშა დრონი, იმართება უკრაინის კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, მასში გამოყენებული ან უწყვეტი მართვისთვის Starlink-ის სატელიტური ტერმინალები, რომელიც უზრუნველყოფს მართვის ოპერატორებთან უწყვეტ კავშირს. ამ წყალქვეშა დრონებში, რა თქმა უნდა, ჩამონტაჟებული იქნებოდა საბრძოლო მუხტები, ნუ დაახლოებით იქნებოდა ალბათ 600-დან 1000 კილოგრამამდე, ტროტილის ეკვივალენტია ასაფეთქებელი საბრძოლო ნივთიერება. რომლის მიახლოებისას მე ვფიქრობ, რომ დააყოვნეს რაღაცა პერიოდის განმავლობაში და შემდგომ უკვე როდესაც ბრძანება მიიღეს, უფრო ახლოს მიიყვანეს ეს დრონი და შემდგომ მოხდა. ანუ რამდენიმე ერთად? მე ვფიქრობ, რომ ერთი იქნებოდა ეს უფრო. იმიტომ რომ რამდენიმე ერთად რო ყოფილიყო, სხვა ადგილებშიც ვნახავდით აფეთქებას და ესე ვთქვათ, უფრო ძლიერი აფეთქება დაფიქსირდებოდა იმ კადრებში. ნუ რა თქმა უნდა, ეს აფეთქების მასშტაბი წყალქვეშ იფარება და მაინც ვერ ვხედავთ აი ამ ამოხეთქვისას იმ სიძლიერეს, რომელიც აი ამ მუხტის დეტონაციას გააჩნია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ერთი ან ორი წყალქვეშა დრონი, რომელიც უფრო პატარა მუხტის იქნებოდა და საერთო ჯამში იქნებოდა ალბათ 800-დან 1000 კილოგრამამდე ტროტილის ეკვივალენტი. კარგი, შემდეგ რა ვიცით უკვე დამატებით აი პირველი აფეთქების შემდეგ განხორციელებულ დარტყმებზე, რაღაც ეტაპზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იყო ეს შეტევა, შემდეგ რაღაცნაირად მე ვეღარ მივადევნე თვალი, გაქრა ეს ვთქვათ, განვითარება რა მოყვა ამას თუ გვაქვს ამაზე.
შემდეგ იყო ესეთი ფაქტი, რომ წყალზედა დრონებით ახორციელებდნენ უკრაინელები შეტევას. წყალზედა დრონი ჩანს, რა თქმა უნდა, ზედაპირზე, რომ მოცურავს ეს მასა თუ დაზვერვა, ესე ვთქვათ, მოწოდებულია იმისკენ, რომ აღმოაჩინოს სამიზნეები და იცის რა სექტორში მოძრაობს ეს სამიზნეები, მარტივად დაფიქსირებადია ეს წყალზედა დრონები და დაფიქსირდა რამდენიმე წყალზედა დრონის ლანცეტის ტიპის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალა, იგივე კამიკაძე დრონის გამოყენებით განადგურება ამ დრონების. შემდგომ განვითარება ამ ოპერაციას არ ქონია, კი იყო იქ ცნობები, რომ თითქოს დაცვის ზღუდეები გაარღვიეს, უფრო სიღრმეებში შემოდიან, ახორციელებენ აფეთქებებს, ეს იყო უფრო პანიკის, ესე ვთქვათ, ეფექტი, რომელიც შეიგრძნობოდა რუსეთის სამხედრო ბლოგერების მხრიდან და ქაოტურად ავრცელებდნენ ინფორმაციას. საერთო ჯამში ყირიმის ეს ოპერაცია, გუშინდელი ოპერაციის დამაგვირგვინებელი და საბოლოო შედეგი, დამაგვირგვინებელი ფაზა და საბოლოო შედეგი იყო ეს, რაც ვიხილეთ. წყალქვეშა აფეთქება და მეტი გაგრძელება ამას არ ქონია. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში არა მარტო ყირიმის ხიდზე, იქ სხვადასხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე უკვე იყოს რაღაც დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომლის შესახებაც რუსებმა არ იცოდნენ და უკრაინელებმა ესე ვთქვათ დისტანციურად მოახდინონ რაღაცა ობიექტების განადგურება და აფეთქება. თუ არსებია რაღაც სხვა ახლომდებარე მსგავსი ინფრასტრუქტურაზე იყო კიდევ წინა დღეებში დარტყმები, ხო? ხიდებზე რამდენად? ხიდებზე მოხდა ბრიანსკის ოლქში, კურსკის ოლქშიც მოხდა დეტონაცია ხიდების, ანუ ასაფეთქებელი ნივთიერება ჩაამონტაჟეს და იმ დროს, როდესაც გადადიოდა პირველი შემთხვევის დროს ეს იყო სამგზავრო მატარებელი, მეორე შემთხვევის დროს ეს იყო სამხედრო ეშელონი. ორივეს დეტონაცია მოხდა, იქ ადამიანები დაიღუპნენ, როგორც რუსები ამბობენ, იქ შესაძლოა იქ სამოქალაქო პირები არც ისხდნენ და უბრალოდ სამხედრო ესე ვთქვათ, პირადი შემადგენლობის გადაყვანა ხორციელდებოდა იმ სამოქალაქო მატარებლითაც კი. რადგანაც უკრაინელები ზოგადად ისეთ იუველირულ და ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებენ, რომ მაქსიმალურ დონეზე არის გამორიცხული სამოქალაქო მსხვერპლი, ხო? აგერ სტრატეგიულ ავიაციას ისე დაარტყეს და ისე გაანადგურეს თუ 95 MS-ის ტიპის სტრატეგიული მომნამშენები და თუ 22-ები, რომ იქ მსხვერპლი არ ყოფილა ფაქტობრივად. ანუ სრული დარტყმა მიაყენეს თავიანთ სამიზნეებს, ისე რომ ადამიანური დანაკარგები იყო გამორიცხული. ასევე თუ ავიღებთ მათი მოქმედების პრინციპებს ხედულობაში, მე ვეჭვებ, რომ ბრიანსკშიც და კურსკშიც სამხედროები განადგურდნენ, როდესაც აფეთქდა ის ხიდები, სადაც ჩამონტაჟებული იყო ეს საბრძოლო მასალა. კარგი, ვიდრე შემდეგ კითხვას დავსვამ, ანუ ინტერაქცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, ამიტომ დაწერეთ თქვენი მოსაზრებებიც, ასევე რა თუ თქვათ, ფლობთ განსხვავებულ ინფორმაციას, მომხდარ კონკრეტულად ყირიმის ოპერაციასთან დაკავშირებით და თქვენთვის რას ამბობს ეს ყველაფერი, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამაზეც, ჩვენც თავისთავად ვისაუბრებთ შედეგებთან დაკავშირებით. კომენტარებთან ერთად ამ ნაწილშიც შეგახსენებთ, რომ კარგი იქნება თუ გამოიწერთ ჩვენს არხს და ასევე კომენტარებში და ვიდეოს აღწერაში მითითებული იქნება ანგარიშის ნომერი და თუ ფინანსურადაც დაგვეხმარებით, რომ განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა, ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება ჩვენთვის, თქვენგან. მადლობა ასევე ჩართულობისთვის იმ მაყურებელს, რომელიც მუდმივად გვიბრუნდება და თვალს გვადევნებს და ჩვენც ვცდილობთ, რომ ეგ არის მთავარი სტიმული შესაბამისად უფრო ხშირად და უფრო საინტერესო სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდეთ და საინტერესო თემებით დაგიბრუნდეთ. კარგი, ოთო, ეხლა ჩვენ ვისაუბროთ, აღწერეთ დაახლოებით რა ინფორმაციაც გვაქვს, რა მოხდა. ეხლა ვისაუბროთ ეფექტზე. ორი მიმართულებით, ასე ვთქვათ, ერთი სუფთა სამხედრო, ტექნიკური, ლოჯისტიკური თვალსაზრისით და შემდეგ უკვე გადავიდეთ ამის პოლიტიკურ ფასზე, ემოციურ, ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე, რაც არანაკლებ საინტერესო არის აი ასეთ ომში და ამ რეალობაში საინფორმაციო ომის თვალსაზრისითაც, ხო? დავიწყოთ ლოჯისტიკური, ტექნიკური საკითხებით, რას ნიშნავს ყირიმის ხიდი, ეს უმნიშვნელოვანესი არტერია, ეს შენ აგვიხსენი უფრო კარგად და როგორ აისახება აქ პრობლემების შექმნა შემდეგ, თქვათ, სამხედრო პროცესზე, აქედან დავიწყოთ. ყირიმის ხიდს აქვს უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური მნიშვნელობა რუსეთში არაღებული ძალებისთვის, იმიტომ რომ რუსეთის ტერიტორიიდან ისინი ახორციელებენ უწყვეტ, ესე ვთქვათ, გადაზიდვებს სამხედრო ტექნიკისა
უშუალოდ ყირიმის ტერიტორიაზე და ხშირად არის ხოლმე ესეთ შემთხვევები, როდესაც ყირიმში შემოაქვს საბრძოლო ტექნიკა და ყირიმიდან შემდგომ უკვე ოკუპირებულ ნაწილში დონეცკის სამხრეთი მიმართულებაზე ავრცელებენ და ასე ვთქვათ გადაზიდვას ახორციელებენ ამა თუ იმ საბრძოლო ტექნიკისა. თუმცა თუ ყირიმის ხიდს ჰქონდა საკვანძო სასიცოცხლო მნიშვნელობა უბრალოდ დაახლოებით 1 წლის წინ რუსეთში აღებული ძალებისთვის დღეს ესე არ არის რეალობაში, იმიტომ რომ სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე ამ დონეცკის ფრონტს გულისხმობ რუსებმა როსტოვთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზები გაიყვანეს, რომელთაც მათ გამორიცხეს ის მოცემულობა, რომ თუ ყირიმის ხიდი დაინგრევა, რომ შეწყდეს საბრძოლო ტექნიკით მომარაგება სამხრეთის ფრონტისა და ყირიმის ალტერნატივა შექმნეს. ყირიმის ნახევარკუნძულისა. კი, ერთგვარი ალტერნატივა, თუმცა ისეთი გამტარუნარიანობა ამ სარკინიგზო ხაზებს ჯერჯერობით არ აქვს, როგორც აქვს ყირიმის ხიდს, რადგან ყირიმის ხიდის ინფრასტრუქტურა იმ დონეზე არის გამართული, რომ საავტომობილო და სარკინიგზო ხაზებით სრული დატვირთვით შეუძლიათ საბრძოლო ტექნიკის გადაზიდვა, რაც ჯერჯერობით ვერ არის გამართული სამხრეთის მიმართულებაზე გაყვანილ აი ამ სარკინიგზო ხიდზე. თუმცა ის ესე ვთქვათ რეალობა არ უდგას დღეს რუსეთს, რომ თუ ყირიმის ხიდი ინგრევა, მომარაგება სრულად ჩამოეშლებათ სამხრეთის ფრონტის მიმართულებაზე. ნუ პოლიტიკური სიმბოლო ძალიან ვიდრე პოლიტიკურზე ბოდიში შეგაწყვეტინებ, ერთ დამაზუსტებელი კითხვა მინდა რა. რა ვიცით ვთქვათ, რამდენად შეფერხდა რა, აი ამ აფეთქების შემდეგ აისახა თუ არა იმ ტვირთების გადაზიდვაზე, აი ეს ალბათ ძალიან საინტერესო კითხვა არის რა. მოახდინა რეალურად გავლენა? რეალურად რომ ესე ვთქვათ განუმარტოთ ეს მოცემულობა, რაც დადგა გუშინ, ეს არ იყო იმ მასშტაბის აფეთქება, რომ ესე ვთქვათ სრულად აღკვეთილიყო გადაზიდვები, ანუ შეაფერხა, რაღაცები დააზიანა, შეიძლება რაღაც ხიმინჯები გაბზარა, თუმცა ეს არ არის იმ მასშტაბის დაზიანება, რომელიც ყირიმის ხიდზე სამხედრო გადაზიდვებს ესე ვთქვათ აღკვეთს. ან შეაფერხებს ალბათ რამდენიმე დღე და იქ სარემონტო სამუშაოები ჩატარდება, რომელიც შემდგომაც სავარაუდოდ აღდგება ეს გადაზიდვები, ისე როგორც მიმდინარეობდა წინა შემთხვევებში. ხო, ეს წინა შემთხვევებიც გავიხსენოთ. წინა შემთხვევა უფრო მასშტაბური დაზიანება იყო, თუმცა აქ ახლა რო გამოსვლოდათ უფრო მასშტაბური აფეთქება, რამდენიმე საყრდენი რო განადგურებულიყო და დაზიანებულიყო ძალიან ძიმედ, ფაქტობრივად გამოუსადეგარი გახდებოდა ეს ყირიმის ხიდი. და დღევანდელი ესე ვთქვათ სიტუაცია არის ამგვარი, რომ აი ამ აფეთქების შემდგომ იმ დონეზე არ არის ეს საყრდენი ბოძები დაზიანებული, რომ ყირიმის ხიდს გამტარუნარიანობა არ შეეძლოს ამ ეტაპზე. კარგი, ანუ გამოდის რომ პოლიტიკური ფასი ამ შემთხვევაში უფრო მაღალია და ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი ვიდრე ტექნიკური თვალსაზრისით და მოდი დავიწყოთ ჩვენ ვიდრე დავიწყებდით ჩაწერას შენ ახსენე რომ აი რაც აი ამ ორი ოპერაციის შემდეგ შეიცვალა საინფორმაციო სივრცეში ყოველ შემთხვევაში ეს არის ერთი რამ რომ ძალიან მაგრად აყვირდნენ თავად რუსები რუსეთში და მათ დაეწყოთ ანუ აქამდე თუ ქონდათ იმის შიში რომ მეორეს მხრივ რომ მოდი არაფერი ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ამაზე პასუხი არ მოგთხოვონ ახლა აღარ ერიდებიან უკვე ვეღარ მალავენ ამ თავის აღშფოთებას ბრას თუ რა ვიცი წყენას თუ პანიკას და ამას ასევე დაერთო რაც ასევე საგულისხმოა რომ აი ეს მთავარი საკომუნიკაციო არხები რაც არის და მთავარი პროპაგანდისტები ვინც არიან ისინი გადაგიჟებულები არიან და მათ შორის იმ ჯარისკაცების დახვრეტას მოითხოვდნენ ვინც მაგალითად იქ ავია გამანადგურებლებზე დარტყმის დროს ინფორმაცია გაავრცელეს და კადრი გაავრცელეს, ხო? თუ არ ვცდები ვინ იყო? სალავიოვი. კი, სალავიოვი, ხო? ამბობდა რომ უნდა დავხრიტოთ ეს ახალწეული, ხო? კაი. რა ხდება ახლა რუსების თავში? მოკლედ ეს სპეცოპერაცია იყო თვისობრივად უნიკალური, იმ დონის ესე ვთქვათ ინფილტრაცია მოხდა და ისეთი პოლიტიკური ზიანი მიაყენა თვითონ რუსეთის აი ამ პოლიტიკურ მდგენელებს, რომ აი ეს შიში მოედო ყველას, მათ შორის მოქალაქეებსაც, მათ შორის
იმ სამხედრო პირებსაც, ანუ ვეტერნებსაც, რომლებიც მონაწილეები არიან ამ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის და შემდგომ ამ ადამიანებმა შექმნეს თავიანთი Telegram არხები, საკმაოდ ბევრი გამომწერი ყავთ მათ რუსეთში, არის ზოგი მილიონი გამომწერით, ზოგი 9 მილიონით. ანუ ისეთ ადამიანებზეა საუბარი, რომლის სიტყვას აქვს ფასი, რომელიც უშუალოდ იღებდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, უშუალოდ ზოგი საერთოდ დაჭრილა, ზოგს ფეხიც დაუკარგავს და შემდგომ გაუგრძელებია თავიანთი ცხოვრება გაუგრძელებიათ აი ამ საინფორმაციო, სამხედრო ასე ვთქვათ და რეპუტაცია და ანუ ეს ადამიანები ამბობენ, რომ რეპუტაცია არის კატასტროფულად შელახული, უშუალოდ პუტინის, რუსეთის სამხედრო იმიჯი არის ფაქტობრივად განადგურებული, რადგან აი ეს ანუ პოლიტიკურ დაზიანებას ტექნიკურ დონეზე, ანუ როგორ მიადგა ეს ზიანი, ეს მინდა ავხსნა. რუსეთის ბირთვული კომპონენტი შედგება სამი, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნაწილისგან. ერთგვარ ტრიადას უწოდებენ მას. პირველი ეს არის სახმელეთო კომპონენტი, რომელიც შედგება შახტური ბაზირების კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტებიდან და მობილური კომპლექსების ტიპის იგივე სარმატები, იგივე ტოპოლემები, ეს კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტების მატარებელ სისტემებზეა საუბარი. ეს არის პირველი კომპონენტი სახმელეთო ბაზირების. მეორე კომპონენტი არის საჰაერო კომპონენტი, რომელიც მოიცავს აი ამ სტრატეგიულ ბომბდამშენებს და მესამე კომპონენტი არის და ეს სტრატეგიული ბომბდამშენებით თავის მხრივ ისვრიან უკრაინელების მიმართულებით ძალიან ხშირად ხ-101-ის და ხ-555-ის ტიპის ბთოსან რაკეტებს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ აი ამ რაკეტებისთვის რუსებს აქვთ ბირთვული კობინებიც, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღს უწოდებთ ჩვენ. მესამე კომპონენტი ეს არის წყალქვეშა ნავები. აი ამ სამი კომპონენტიდან ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის ფაქტობრივად იმ დონეზე დაზიანებული, უფრო იმიჯურად, რომ ეს არის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, დამაზიანებელი ფაქტორი პუტინისთვის, რომ უკრაინელებმა შეძლეს მისი ბირთვული შეკავების დოქტრინის, ესე ვთქვათ, მიწასთან გასწორება. და ისეთი დონის შეღწევა მათ მოახერხეს, რომ ამან ძალიან ნეგატიური შედეგი გამოიწვია უშუალოდ მოსახლეობაზე, რომლებიც უკვე ღიად საუბრობენ პუტინის უძლევალობის მითი დარღვეულია. მათ აქვთ ისეთი განცდა, რომ თუ უკრაინა ახერხებს ესეთი დონის სპეცოპერაციებს, საერთოდ რა შანსები გვაქვს ჩვენ ნატოსთან და ამერიკასთან შესაძლო ომის პირობებში. და ძალიან აი დღესაც კომენტარებს რო ვაკვირდები თვითონ აი რუსულ Telegram არხებზე, თან ისეთ Telegram არხებზე მაქვს ახლა საუბარი, რომლებიც არიან დაქვემდებარებაში თავდაცვის სამინისტროს რუსეთის. ზოგი საჰაერო ძალების დაქვემდებარებაშია, იქ ჩვეულებრივი ადამიანები წერენ ძალიან სალანძღავ კომენტარებს პუტინის მიმართულებით და უშუალოდ რუსეთის შეერაღებული ძალების ესე ვთქვათ საზიანოდ იმიჯურ დონეზე. რა საინტერესოა. აქვთ განცდა იმის, რომ ისინი ამ ომზე ვეღარ მოიგებენ. თუ უკრაინა ესეთი ნაბიჯი განახორციელა და ესეთ სიღრმეში შეუტია მათ 4300 კილომეტრის დაშორებით უკრაინის საზღვრიდან ირკუტსკის ოლქში ბელაიას სტრატეგიული ავიაციის საჰაერო ბაზაზე მათ მოახერხეს რაღაც უნიკალური სპეცოპერაცია და აი ამით არიან ძალიან შეშინებულები და უკვე აღარ აქვთ ისეთი განცდა, რომ ამ ომის არათუ გადარჩენა, უпростоრად არათუ მოგება, არამედ გადარჩენა შეიძლება. ანუ ნეიტრალურადაც კი ვეღარ გამოვალთო, ჩვენ ესა თუ გავაგრძელეთო, აუცილებლად დავმარცხდებითო. ესეთი განცდა აქვს ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც და უკვე აი ამ კრემლის პროპაგანდისტებსაც და საერთოდ სალავიოვმა რო თქვა, რომ ის ადამიანები უნდა დავხრიტოთო, რომლებმაც გადაიღესო ეს ჩვენ დანაკარგებიო, ეს უკვე მკაფიოდ მიუთითებს რა მდგომარეობაში არიან ისინი. აი ეს უძლეველობის მითს ისინი 21 საუკუნის აი ამ ციფრული ტექნოლოგიების პირობებში ვერ ესე ვთქვათ აჯერებენ საკუთარ მოსახლეობას, რადგანაც თვითონ ეს თავისი მოსახლეობა ამხელს მათ აი ამ თავიანთ აბსურდულ ტყუილში. ხო, და საინტერესო გზავნილია ეგ, რომ ანუ უნდა დავხრიტოთ ეს მიანიშნებს, რამდენად ეშინია სისტემას სიმართლის და რამდენად ეშინია წინააღმდეგობის, თორე ის რომ სიმართლე იმ ხალხმა იცის, მე მგონია მათთვისაც არ არის ეს რაღაცა აღმოჩენა, სიმართლე მაგ ხალხმა ისედაც იცის, ამდენი უკვე 3 წელზე მეტია, ხო? 3 წელნახევარია ამ სიმართლეს აკონსერვებს ეს ხალხი და ნუ ფულთავს აი ამ აბსოლუტურად საპირისპირო ინფორმაციით, რომელსაც უტენიან ამ ხალხს თავში უტენიან, მაგრამ
აი ეს ფაქტები, ესეთი პრეცედენტები იწვევს რაღაცა აფეთქებას, ხო? საინტერესოა, ხო, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია ეგ რა, რომ ესეთი ტიპის პრეცედენტის დაშვება. ანუ ეს ხო შეიძლება ვთქვათ, რომ უპრეცედენტო ამბავია, ხო? პრეცედენტო მსგავს. მანამდე ხო ვერ ბედავდა ეს ხალხი ესეთ ლაპარაკს. ხო და ანუ რა მანდაც მე მგონია რომ ცალკე ფრონტი ექნებათ ეხა რა ანუ ამ ხალხის გაჩერება და მეორეა კიდე რომ უკვე ესეთ მასობრივ პრეცედენტებს ეხა ერთი ადამიანი რო ლაპარაკობს პირობითად ჩვენ ქვეყნის შემთხვევაში 10 და იმას დაიჭერ გააჩუმებ გასაგებია რუსეთის შემთხვევაში 100 ლაპარაკობს პირობითად 1000 გასაგებია 10000ობით ადამიანი რო ლაპარაკობს იმის ცალ-ცალკე დასჯა რთული ამბავია როცა შენ კიდე პლუს სხვა ბევრი ამოცანა გაქვს შესასრულებელი ესე ვთქვათ, მნიშვნელობა. ეს ადამიანები, ანუ მე ვინც ჩამოვთვალე, არიან აი ამ ომის მონაწილეები. ეს ადამიანები დაიჭრნენ, მიიღეს დაზიანებები, სისხლი დაღვარეს, თანამებრძოლები დაკარგეს და იბრძოდნენ. ეს ადამიანები არიან დღევანდელი რუსეთის შოვინისტური საზოგადოებისთვის სიმბოლო ამ ომის და გმირები. ანუ მათი დასჯა მარტივი არ არის. ხო და დახვრეტა თუ დაიწყო ახლა პუტინმა, ის ესე ვთქვათ, ვერ გადაურჩება იმ ქარიშხალს, რომელიც შემდგომში მოუტრიალდება უკან, ხო? ამიტომ რომ თუ შენ იმ სამხედროს, რომელსაც შენს აი ამ სისხლიან ომში რთავ და შენს იმპერიალისტური მიზნებისთვის იყენებ და მე პლუს ამას ანადგურებ, ხო? ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცნობილები არიან და საზოგადოება მათ აზრს პატივს ცემს, შენ უკუგება გექნება აუცილებლად ძალიან ისეთი კატასტროფული, ესე ვთქვათ. აი მაგალითისთვის გეტყვი ეგეთ რაღაცას, როიტივი არის ესეთი პლატფორმა, რომლის ხელმძღვანელი არის მაქსიმ კალაშნიკოვი, ეს არის ადამიანი, რომლის აზრსაც ძალიან დიდი ფასი აქვს რუსეთის მოსახლეობაში. ამ ადამიანმა ბოლოს ამი თვეა უკვე დაიწყო ესეთი მწარე სიმართლის გამჟღავნება რუსეთის საზოგადოებაში. ანუ საუბრობს ანაკარგებზე, საუბრობს იმ ძიმე რეალობაზე, რაც ფრონტზე უდგათ, რომ აი პირობითად ღიურად პოლკს კარგავენ შეტევებში, 800-დან 1000 ადამიანი ეკარგება, ანუ იჭრება და იღუპება, აი ამ აბსურდულ შეტევებში, რომლის ფასი არის ის, რომ სადღაც გარკვეულ მიმართულებაზე პირობითად დონეცკის თუ ზაპოროჟიეს ფრონტის მიმართულებაზე, რაღაც სექტორის აღების დავალებას, როცა იღებს ეს პოლკი, წინსვლა აქვს 50 მეტრი. წინსვლა აქვს მაქსიმუმ 150 მეტრი და ფასი არის რა პოლკის დანაკარგი. ეს არის აი წარმოუდგენელი რეალობა 21 საუკუნეში და აი ამის შესახებ ეს ადამიანი ლაპარაკობს და გუშინ მედვედევი დაემუქრა უკრაინას განადგურებით. თქვა ეგეთი რაღაცა, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები ჩვენთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლება გავანადგუროთო. ანუ მათი ფარული ზრახვების შესახებ უკვე გაამჟღავნა მან, ანუ პირდაპირ ისაუბრა რა სურთ და აი ამას გამოეხმაურა როიტივის ეს აი ამ პლატფორმის ხელმძღვანელი მაქსიმ კალაშნიკოვი და მას უწოდა იდიოტი. იდიოტი, რომელიც თავის დაპირებებს და მუქარებს რეალურად ვერ განახორციელებსო, ესე ვთქვათ, დღევანდელი მოცემულობით. იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ ესე ვთქვათ, პროპაგანდისტული მესიჯები, რომელსაც აჟღერებსო, მაგრამ ამის უკვე აღარავის აღარ ჯერაო და ვეღარავინ ვეღარ მოატყობს და ვეღარ დააჯერებსო. ანუ ეს ადამიანი ცხოვრობს რუსეთში და ბედავს აი ამ ხელა თანამდებობის პირზე თქვას, რომ არის იდიოტი. პუტინის ესე ვთქვათ, პროტეჟე არის. ყოფილი პრეზიდენტია და აჟღერებს იმას, რაც იმ გიჟური დებს, რაც პუტინს აქვს. და ესე ღიად ლაპარაკობს პუტინზე და მედვედევზე და რა თქმა უნდა ეს პუტინის იმიჯს ურტყამს ყველაზე მეტად და არა მხოლოდ მაქსიმ კალაშნიკოვი ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ვაენკორი სამხედრო ესე ვთქვათ ჟურნალისტი კორესპონდენტი რომელსაც აქვს Telegram არხების პლატფორმები და სხვადასხვა სოციალური სივრცეები ღიად ლაპარაკობენ რუსეთის ხელისუფლების კორუმპირებულობის ხარისხზე რომელიც ძალიან ნეგატიურად აისახა მათ უსაფრთხოების სისტემაზე უკრაინელთა მხრიდან მათ თავდაცვის ზონებში ინფილტრაციაზე და საერთოდ უმძიმეს დანაკარგებზე რომელიც მათ აქვთ ფრონტზე და ყოველდღიურად ეს მხოლოდ ზარდია. ხო, ეს მედვედევის განცხადებაზე კიდევ ის გამახსენდა, რომ ანუ ეს ერთგვარი ბჭყალებში აღიარება, რომ მათ რაღაც მშვიდობა კი არ უნდათ პირდაპირ განადგურებაზე, როცა საუბრა გამწარებულზე აი ამ ნათქვამს, ძალიან კარგად ჩაიჭირეს ეს ნათქვამი დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ნახეთ ხო, გამოხმაურებები იყო, რომ ხალხო, ანუ ამ შემთხვევაში განცხადებები მიემართებოდა დასავლელ ლიდერებს, ტრამპს პირველ რიგში, რომ აი ხომ ხედავთ
პუტინის მარჯვენა ხელი ამას ამბობს, რომ განადგურება უნდა და ჩვენ ცოტა იდიოტურად ხომ არ გამოვიყურებით ახლა უტრირებ რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ამ დროს მოლოდინი გვაქვს, რომ ის რაღაც სამშვიდობო შეთანხმებას დადებს, არ არის ესე, ეს სისულელეა და მოდი ბოლომდე გავაძლიეროთ უკრაინა. დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებები მოყვა მედვედევის მაგ რეაქციას. ჩვენ როდესაც საუბრობთ ხო, პანიკაზე და აი ამ ამ პრეცედენტულ, ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტებზე, რაც უნდა და კიდევ ერთხელ გამიმეორო, რომ ეს არ არის 1, 2, 10 და 100, ეს არის უკვე მასობრივად ხდება ეს ამბავი და ალბათ საინტერესოა და უნდა დავაკვირდეთ მაგას რა განვითარება ექნება, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, რომ ისინი ამას იმიტომ კი არ ამბობენ, რომ პირობითად რუსეთის ამ რაღაცა საომარი მიზნების მოწინააღმდეგე არიან. არა, იმიტომ რომ ისინი გრძნობენ ჩავარდნას და აქვე არის უკვე მაგ ამბის გაგრძელება, რისკენაც მივდივარ. ისინი ხშირ შემთხვევებში მოითხოვენ სასწრაფო რეაგირებას. და ახლა აი ეგ დილემა დგას რუსეთში. რა გააკეთონ ამ ყველაფრის sapasუხოდ. ყველა გაყვირის იმაზე, რომ ახლა გაჩვენ. ის კი არა, ჩვენ ვიდეოებში რომ შემოვარდებიან ხოლმე რუსული ასოებით, რომ ხო, სახელები აწერია თვითონ ქართული გვარები და პირდაპირ დავალება რო აქვთ, რომ რაღაცეები უნდა წერონ, რომ არა რა, ეხლა ნახეთ თქვენ მოსკოვი რასიზმს და ამით ხელი საკუთარ განაჩენს მოაწერა ხელი ზელენსკიმ და ასე შემდეგ. ესეთი უამრავი იწერება. მოდი ახლა ჩვენ ვისაუბროთ ამაზე. ეს არის რაღაც გადაჭარბებული და ეს ხალხი ამას რატო ლაპარაკობს გასაგებია, მაგრამ რა რეალური რისკები არსებობს და რაზე არის წამსვლელი ამ სიტუაციაში, ამაზე მიმსჯელოთ პუტინი. პუტინი აი ამ სპეცოპერაციების შემდეგ, ოპერაცია აბლაბუდა აქვს თავარი და ყირიმის გუშინდელი ოპერაცია მასშტაბით რა თქმა უნდა ჯერადობით ჩამორჩება, თუმცა საერთო ესე ვთქვათ კომპლექსურ ოპერაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუშინდელმა თავდასხმამაც ყირიმის ხიდზე. პუტინი იმიჯურად არის კატასტროფულად დაზიანებული. კიდევ ერთხელ განმეორდები, მისი უძლეველობის მითი არის დამსხრეული და მოსახლეობას პროპაგანდისტებს, შოვინისტებს, რომელთაც გააჩნიათ კოდურ დონეზე ეს იმპერიალისტური ზრახვები, სჭირდებათ რაღაც, რაც მათ დაამშვიდებს. და ეს რაღაც უნდა იყოს სწრაფი რეაგირება ისეთი მასშტაბის, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ვარიანტებად რჩება ყველაზე მინიმუმ რა უნდა მოხდეს. ყველაზე მინიმუმ უნდა მოხდეს ის, რომ იმ რაოდენობის კამიკაძე დრონები, გერანორები, ხო, იგივე შაჰიდ 36-ები, უნდა გამოიყენოს რუსეთმა უკრაინაზე თავდასასხმელად. იმ რაოდენობის ფთოვსანი ბალისტიკური რაკეტები, რაც აქამდე არ ყოფილა, ანუ ერთი ოპერაციის ფარგლებში. აქ საუბარია პირობითად, რა ვიცი. 500-ზე მეტი კამიკაძე დრონი შეიძლება იყოს, 300-ზე მეტი ფთოვსანი ბალისტიკური რაკეტა, მაგრამ ბრუტალურობის ხარისხს გაზრდიან, ჩემი აზრით. და ბრუტალურობის ხარისხი გულისხმობს იმას, რომ მიზანში ამოიღებენ არასამხედრო ობიექტებს, არამედ ამოიღებენ სამოქალაქო ობიექტებს, რათა შემდგომში აი შენ როგორც ახსენე ეს რაღაც რუსი ტროლები რო ამბობენ, რომ აი ახლა აი ამ ქმედებამ ნახავთ რა უნდა გამოიწვიოსო, აი ისეთი განცდები რომ გააჩინოს პრორუს ნაწილში, როგორც პირობითად საქართველოში, იგივე უკრაინაში და სხვადასხვა ზონებში, სადაც რუსეთის მიმართ აქვთ ესეთი ფამილიარული დამოკიდებულება, ხო, მოსახლეობაში. იმისთვის დაარტყამენ აი ამ სამოქალაქო ობიექტებს, რომ შემდგომ მოსახლეობას ათქმევინონ, რომ რად გინდოდათ ეს ოპერაცია. აი საწყალი უკრაინელები მე რაღაც ვიღაცები იტყვია. სისხლით გვაზღვევინა პუტინმა და დაგვსაჯა და ამდენი ადამიანი დახოცა თქვენი აი ამ ოპერაციის გამო. ანუ ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი და ჩემი აზრით უფრო ლოგიკური ვიდრე ბირთვული, ესე ვთქვათ, ავანტიურა, რომ აი ამას გააკეთებს უახლოეს დღეებში პუტინი. ეს მათი ნაცადი ხერხია ყოველ ჯერზე ამას მიმართავენ. მაგრამ ამას სამხედრო მოქმედებებზე და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებზე გავლენა ვერ ექნება. იმიტომ რომ უკრაინელები ზოგადად ისეთი ხალხია, რომ რაც უფრო მეტად გაამწარებენ რუსეთი, უფრო სასტიკ უკუგებას მიიღებენ მოსახლეობის მხრიდანაც და შეერაღებული ძალების მხრიდანაც. შესაბამისად, ეს შესაძლოა მათი ვნებების დასამშვიდებლად გამოიყენონ რუსებმა და საკუთარი პროპაგანდისტების აი ამ
გახელებული მდგომარეობის დასაშოშმინებლად. შესაძლებელია ამისთვის გამოადგეთ, მაგრამ რეალურად საბრძოლო მოქმედებებში გარდატეხის შესატანად უკრაინის წინააღმდეგობის გასატეხად ეს არ გამოადგებათ, იმიტომ რომ უკრაინის მიმართულებით რუსეთს ამ ომის განმავლობაში 5000-ზე მეტი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტაა გამოყენებული და ეს ქვეყანა დგას დღეს უფრო ძლიერად, ვიდრე იყო პირობითად ომის დასაწყისში. შესაბამისად, ეს უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებზე გავლენას ვერ მოახდენს, უბრალოდ სამწუხაროდ დანაკარგები იქნება სამოქალაქო, ესე ვთქვათ, პირებს შორის და უფრო მეტი ნგრევა იქნება აი ამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში. მაგ ვერსიის შემთხვევაში, მეორე ახსენე ბირთვული ავანტურა. მეორე ვარიანტი არის სრულად გაგიჟდეს პუტინი, წავიდეს იმგვარ სამხედრო ავანტურაზე, რომელსაც 21 საუკუნეში უწოდებენ პანდორას ყუთის გახსნას. რადგან თუ ვიღაცა იყენებს ბირთვულ, ესე ვთქვათ, იარაღს, ეს არღვევს პარიტეტს, არღვევს ბირთვულ შეთანხმებას და აძლევს საშუალებას სხვადასხვა სახელმწიფოებს, რომ ესა თუ ის სამხედრო კონფლიქტები გადაჭრან თავიანთი აი ამ ბირთვული არსენალით, რაც სრულ ქაოსს და წესრიგის ჩამოშლას იმ დონეზე გამოიწვევს, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყება ოფიციალურად შევა ძალაში, ესე ვთქვათ. მაგრამ არ ვიცი, ესე გადაჭრით იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ამაზე უარს იტყვი ან იმდენად. ხო, მოდი ვიმსჯელოთ, აი ზუსტად ამას ვამბობ რა, მოდი ვიმსჯელოთ, აი მაგ ვთქვათ, ეგ დაშვება რომ გავაკეთოთ მაგ შემთხვევაში რა ხდება, ხო? ანუ პოლიტიკური პასუხი ამის, ხო, ძალიან ხისტი იქნება, ხო? ანუ აწყობს კი პუტინს ახლა რეალურად როცა ჩვენ ხო ნახეთ, ხო? აი წინა პერიოდში თუნდაც ფლირტი ტრამპთან. რა სჭირდება ხო ეს ანუ თუ ის არის იმაზე წამსვლელი რომ ხვალ ბირთვული გაისროლოს რატო ეფლირტავება ტრამპს იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი არის ეკონომიკური საკითხები იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი არის გადარჩენა იმიტომ რომ ის სანქციები რომლითაც მათ ემუქრებიან არის მნიშვნელოვანი ამის ერთ-ერთი არგუმენტად შეგვიძლია ესეც დავასახელოთ მაგალითად რომ როდესაც ეს 4 ლიდერი ჩავიდა კიევში მეორე იმავე ღამეს შუაღამისას ბრიფინგი დანიშნა პუტინმა და თქვა რომ ოკეი მე მოვდივარ აგერ სტამბოლში ალტერნატივა შესთავაზა ხო რატომ ეგაც ხო სიმპტომია ჩემი აზრით არ ვიცი შეიძლება ხო ანუ ესე იგი მისთვის არის ანგარიშგასაწევი ის რას ფიქრობენ დასავლეთში რა ნაბიჯებს გადადგამენ ისინი მინიმუმ იმ ნაწილში რომ უკრაინას მეტი შეიარაღება არ მიცენ მინიმუმ ცდილობენ იმას რომ დაზორვა მოაკლდეს და ცხადია აღელვებთ სანქციები ყოველ ჯერზე პუტინი და თუ მისი დელეგაციები აყენებენ საკითხს რომ როგორმე იქნებ შეამსუბუქონ სანქციები რაც არის დაწესებული. მუდმივად ახსენებენ მაგალითად გაყინულ აქტივებს, რომელიც არის დასავლეთში, რომ ეს როგორმე დაიბრუნა. ნომერ ტოპ 10-ში არის მათი, თქვათ, მთავარი საკითხების, ხო? ანუ ეს ხომ არის ხალხო სიმპტომი, რომ ამ ადამიანებს ეგ აღელვებთ. სისტემა რომელიც ეს მოჭიმულია და ვითომ პიჯაკით გელაპარაკება რომ არაფერი არ ხდება ანუ მათი ეკონომიკა უკუსვას განიცდის და 25%-იან დეფიციტს ელოდებიან ამ წლის ბოლოს და ანუ აი აქედან გამომდინარე მე მგონია რომ მათ აღარაც ანუ ეგ არის ზუსტად ჩიხი ჩემი აზრით რომ თუ შენ მიდიხარ უკვე რა ხდება მოდი აი განვიხილოთ რა ხდება მაგ შემთხვევაში თუ აი ტაქტიკური შეიარაღება გამოიყენა ხო? რა მოყვება ამას პოლიტიკურად? მე აბსოლუტურად გეთანხმები, რაც ახლა შენ თქვი, იმაში რომ პუტინის ეს ნაბიჯები, რასაც დგამდა, ხო, აი ამ ტრამპის მოსვლის შემდგომ, იყო იქითკენ მიმართული, რომ რაღაცა დიპლომატიური სკილებით, ტყუილით მიეღწია იმას, რომ უკრაინა ჩაეგდო არასახარბიელო დიპლომატიურ მდგომარეობაში, შემდგომ ტრამპს ესე ვთქვათ ზეწოლა მოეხდინა პრესინგი განეხორციელებინა ზელენსკიზე და მიიღო რაღაც თავისთვის ხელსაყრელი პირობები აი ამ ომის მიმდინარეობის ფონზე, რომლის განხორციელების შემთხვევაში პუტინი ესე ვთქვათ ამ ომის მოგებას გამოაცხადებდა. მაგრამ ზელენსკის გუნდმა იმ დონის ესე ვთქვათ წარმატებული დიპლომატიური სრულები განახორციელა და ისე აუღო ზოგადად ტრამპის აი ამ პოლიტიკური მდგენელების ბუნებას, რომ
სათავისოდ შემოატრიალა სიტუაცია და არ უტოვებს შანსს პუტინს მანიპულირებისთვის და იმისთვის რომ მან მოატყუოს მსოფლიო, თითქოს უკრაინას არ უნდა ომის შეწყვეტა, უკრაინას არ უნდა მშვიდობა და მე ვარ მხოლოდ მშვიდობის, ესე ვთქვათ, მტრედი, უხეშად რომ ვთქვათ, და აი უკრაინას თუ დაიყოლიებ, მე თანახმოვარ ომის შეწყვეტა. ეს არ გამოუვიდა პუტინს და აი ამ დიპლომატიურ ფრონტზე გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა დღეს ზელენსკიმ თავის გაზრდილი რეიტინგი. რასაც ასევე ადასტურებს ის, რომ თუ თეთრ სახლში მომხდარი, აი მოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირებამდე ზელენსკის რეიტინგი იყო 41-42% საზოგადოების მხრიდან, დღეს მისი რეიტინგი არის 75-დან 80%-ების შუალედში და ახლა ამ ოპერაციების შემდეგ ამ ოპერაციების შემდეგ არ შეიძლება 80-აც გაცდეს. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ დიპლომატიური ძალისხმევა, რაც გადადგა პუტინმა შედეგების მისაღებად, ხო, საკუთარი აი ამ ომის მიმდინარეობის გასამართლებლად, ომის სათავისოდ შემოსატრიალებლად და გამარჯვების მისაღწევად, ეს ცდილობები ყველაფერი ჩავარდნილია. ხო, და თან რასაც ვამბობდით, რომ ეს ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ეს პოლიტიკური დიპლომატიური ნაწილი და ის ფასი, რასაც ჩიხის შემთხვევაში იხდის და ამიტომ ბირთვულ საკითხს რომ დაუბრუნდეთ. მეორე მოცემულობა, რომელიც აი ამ ოპერაციის შემდეგ დადგა და რომლის შესახებაც მსჯელობენ დასავლეთში არის ის, რაც გააკეთებს პუტინი, ხო? თუ რეალურად ის წავა აი ამ გზით, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამის შანსი ნაკლებია, მაგრამ მაინც დავტოვოთ, ხო? განსახილულ ვარიანტად, რადგანაც რუსეთთან გვაქვს საქმე და ესენი არ არიან ზოგადად ლოგიკურად მოაზროვნეები და ჰუმანურად მოაზროვნე ადამიანები, პოლიტიკოსებზე მაქვს საუბარი. აი ამას თუ განახორციელებს, აი ამ ნაბიჯს თუ გადადგამს პუტინი, მიდის განადგურების რისკზე. თუ ის გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, რა არის იმის გარანტია, რომ პირობითად დასავლეთი სარკისებურად არ უპასუხებს. ნუ როგორ მოხდება ეს ახლა უკრაინას მისცემენ რაღაცა ტომაჰავკიდან სხვადასხვა საშუალებებით დატვირთულ ბირთვულკობინებიან რაკეტებს თუ ბომბებს, ეს ძალკე განხილვის საგანია და ახლა ამაზე საუბარი სასაცილოა, ხო? იმიტომ რომ ჯერჯერობით არ დგას ეს ვერსიის შემდგომ ვერსიაზე ვაპარაკობთ. პარალელური რეალობაა. არ გვინდა, ხო, კი ბატონო. პუტინი თუ აი ამაზე წავა, არის მისთვის დარწმუნებულად თვითონაც ფიქრობს, რომ არის რისკი, რომ სარკისებურად უპასუხონ და თუ სარკისებურად უპასუხებენ და თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ უკვე დროა ჩვენ ჩავერიოთ, იმიტომ რომ ეს უკრაინის საკითხი არ არის, ეს არის უკვე მსოფლიო წესრიგის განადგურების და მესამე მსოფლიო ომის ქარცეცხლის ყველა რეგიონში გავრცელების ამბავი, თუ ამას გადაწყვეტს დასავლეთი, მაშინ პუტინის რეჟიმის განადგურება დაიწყება უკვე სამხედრო გზით და თუ როგორ განახორციელებენ ამას, ტრამპ შეიძლება ეს არ უნდოდეს და დარწმუნებული ვარ, არ უნდა და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საწყის ეტაპზე თუ პუტინი აი ამ ავანტურაზე წავა, ის ამაში არ ჩაერთოს, მაინც მოუწევს, იმიტომ რომ ამერიკის და ევროპის და დასავლური ცივილიზაციის ნაციონალური ინტერესი არის ის, რომ აი ამ ქვეყნების ნაციონალური ინტერესი არის ის, რომ იყოს მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივა და არ იყოს, ესე ვთქვათ, გამანადგურებელი ქაოსის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს პუტინის ამ ნაბიჯმა, თუ არ უპასუხებენ. ნუ პასუხის შემთხვევაშიც არ იქნება მარტივი ამბავი და ძალიან ძიმე სიტუაცია შეიძლება განვითარდეს, ანუ ერთგვარი დედლოკია ახლა. ანუ თამაში რაღაცა სხვა ეტაპზე გადაყავს მაგ ნაბიჯს და ანუ აქედან გამომდინარე, ანუ ვინც მარტივად ფიქრობს, რომ ეხლა აი რადგან გაამწარეს ახლა და თვითფრინავები აღარ ყავს იმდენი რამდენიც ყავდა, შესასრულებელი. შეიძლება პოლიტიკური მაღალჩინოსნების მხრიდან აი ამ თავარ სარდლისა და გენერალიტეტის მხრიდან იყოს ბრძანება. ხო, რომ გავისროლოთ. ხო, პირობითად გავუშვათ ხ-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა ვირტუალური კობინებით და ისა დატენილი, ან ისკანდერ M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, ან კინჟალის აერობალისტიკური რაკეტა.
ну, შესაძლებლობები ბევრი აქვს. რომელს ახსენებენ ხოლმე ამ ბოლო დროს? ვარგებენ აი ამ ტაქტიკურ. ძალიან ხშირად რომ ისმის ორეშკი, როგორ ქვია? ორეშნიკი არის იგივე RS-26-ის ტიპის კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა, ну კონტინენტშორის არ უწოდებენ, უფრო საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტას უწოდებენ, იმიტომ რომ 6000 კილომეტრზე მეტი უწერია მას ტექნიკურ მახასიათებლებში აი ეს ფრენის მანძილი, მაგრამ რეალურად არ ვიცით, აქვს თუ არა ამდენი. ორეშნიკი არის სარმატი არის ეგეთი კონტინენტშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მობილურ კომპლექსებზე განთავსდება. აი იმ სარმატის უფრო შემცირებული ვერსია, რომელსაც შემცირებული აქვს ასევე რადიუსი. ну თუ ეს რატო ახსენე? სიგიჟეს გადაწყვეტ შეიძლება შესაძლებლობა რა ვიცი ორეშნიკიც გამოიყენონ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ორეშნიკს გამოიყენებს უახლოეს პერიოდში. წინა სტუმართან მქონდა მაგაზე საუბარი, გიგამ ახსენა ინაშვილმა რომ ეს შესაძლოა იყოს გამოყენებული, თუმცა არა ბირთვული კომპონენტი. აი კონვენციური საბრძოლო საშუალებით იქნება გამოყენებული, ანუ გულისხმობ პირობითად ფუგასური მუხტით იქნება ეს ორეშნიკი დატვირთული. ხო, ანუ რატომღაც რადგან ხშირად ახსენებენ, რომ აი სად არის ახლა გაუშვათ ჩვენი ორეშკინი, შესაძლოა იყოს ეგ დამამშვიდებელი აბი იმ საზოგადოებისთვის, თქვათ. საზოგადოებისთვის მაქსიმალურად თუ დაძაბავს პუტინი აი ამ პასუხს. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რაც მათ ვნებებს ჩააცხრობს, იქნება ალბათ კიევის სამთავრობო კვარტლის დაბომბვა მასობრივად, პარლამენტის შენობა, პრეზიდენტის სასახლე და ამით, ესე ვთქვათ, საწყის ეტაპზე რამდენიმე საათი შექმნიან პროპაგანდას, რომ პირობითად აი ჩვენ ზელენსკის ადგილსამყოფელს დავარტყით და აი ამ სტრატეგიულ გაურკვევლობით ძალიან ბევრს გაახარებენ, მაგრამ ეს რამდენიმე საათში გაიქარწყლება, რა თქმა უნდა, ზელენსკი ყოველთვის არის სარაკეტო განგაშის დროს ისეთ დაცულ ბუნკერში, მის რეზიდენციის ქვეშ და ხან-სად ვერ გააკეთებენ მაგას მოკლედ. მაგრამ ნუ რაღაც დონეზე ვნებები შეიძლება ჩააცხროს აი ამ სამთავრობო კვარტლის დაბომბვით და ერთგვარად რაღაცა პერიოდი ხო ანუ ერთ სიტყვით მოცემულობა ეგეთი გვაქვს რომ რისკები ცხადია არის ახლა ცოტა ბრიყული მიდგომა ის რომ არ იფიქრო რომ არა ვერაფერი ვერ მოხდება თუ არაფერი არ მოხდება ყველაზე მოწყვლადი როგორც თო შენ ახსენი ესე იგი არის პირველ რიგში მშვიდობიანი მოსახლეობა ისევ რომ ისინი გახდნენ სამიზნე, უფრო ინტენსიური სარაკეტო თუ დრონებით შეტევებით და მეორე ვარიანტი, რასაც განიხილავ, ეს არის სამთავრობო კვარტალზე, ვთქვათ, რაღაც დაბომბვა, ყველაზე ნაკლებად, რასაც აი ხშირად ამბობენ, რომ არიქა ეხა ვირტუალს გამოიყენებს, ანუ ეს არის ყველაზე 1%-ად დავტოვოთ ეს. 1%-ად შეიძლება ეგეც არ იყოს, მაგრამ მაინც დავტოვოთ, რადგან ანუ ის გამოიკვეთა ამ საუბარშიც, რომ ეს არის აბსოლუტურად სხვა რისკის შემცველი ნაბიჯი თავად რუსეთისთვის და სხვა უსაფრთხოების ბალანსს აღარღვევს. შეიძლება გაიცეს ეს ბრძანებწინად ვამბობდი და შემდეგ სხვა მიმართულებით წავედი. შეიძლება ბრძანება გაიცეს, მაგრამ საველე დონეზე ვერ შესრულდეს. და ამის არაოფიციალურ დონეზე და რაღაცა ფაქტები არსებობს კარიბის კრიზისიდან, როდესაც ხრუშჩოვს უნდოდა ვირტუალური არაღის გამოყენება და ნუ ეს არ არის დადასტურებული, მაგრამ ძალიან ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა ესე ვთქვათ, ინსაიდერულ წრეებში დაახლოებით 20 წლის შემდეგ. კუბის ამბავზე მაქვს საუბარი, კუბის დროს აი ამ კარიბის კრიზისის ფარგლებში იყო ბრძანება, რომ უნდა გაეშვათო ვირტუალური რაკეტები, რომლის ავტორი, ანუ აი ბრძანების იყო ხრუშჩოვი, თუმცა შემდგომ საველე დონეზე ეს არ შესრულდა. იმიტომ რომ იქ ოფიცრები და გადაწყვეტილების მიღები პირები არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ჭკუა მოეკითხება და აფასებენ რისკებს, ხო? ანუ კი შენ გაისვრი, მაგრამ შეიძლება ისეთ პასუხი დაგიბრუნდეს, საერთოდ გაქრე რუკიდან და შენი მტვერიც ვერ იპოვონ, ხო? აქედან გამომდინარე, მე მაინც ძალიან
ნაკლებ ალბათობად დავუშვებდი იმ მოცემულობას, რომ რუსეთმა შეიძლება ახლა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. კარგი. მოდი ბოლოსკენ წავიდეთ და ვისაუბროთ. ნუ ჯერ მინდოდა კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა ბოლო მონაცემები, რაც ობობის ქსელის შედეგად დადასტურდა. თუ შეგიძლია ბოლო ინფორმაცია რომ მოგვაწოდო, რა შედეგია დამდგარი და შემდეგ მინდა რომ წავიდეთ უკვე იქიდან გამომდინარე რომ პიკს აღწევს ეს დაძაბულობა და თქვათ ცხელდება, ხურდება, რა პროგნოზები გაქვს შემდეგი თვეების განმავლობაში, თუნდაც იმაზე აღარ კითხავ ახლა, ელოდები თუ არა ცეცხლის შეწყვეტასო, მაგას არ ველოდებით, ცხადია. დავიწყოთ ამით, ხო, გითხარი რა ინფორმაციაა დადასტურებული ბოლო. მოკლედ, მთავარი დარტყმა განხორციელდა, მთავარი შედეგიანი დარტყმები განხორციელდა ორ ავიაბაზაზე, სტრატეგიული ავიაციის ბაზირების საჰაერო ბაზებზე. ეს არის მურმანსკის ოლქი, უკრაინის უახლოესი საზღვრიდან 1800 კილომეტრი, რომელიც არის სტრატეგიული სიღრმე რეალურად და არის ისიც, რა თქმა უნდა, უფრო დიდ მანძილზეა და სტრატეგიული სიღრმეა, უფრო შორს, ეს არის 4300 კილომეტრზე, ირკუტსკის ოლქი, ბელაიას საჰაერო ავიაბაზა. ოლენის ავიაბაზაზე განადგურდა ოფიციალური დადასტურებით, ანუ ახლა სანამ მოვიდოდი, ძალიან მაღალი გარჩევადობის სატელიტური ფოტოსურათები გავრცელდა, აი ამ განადგურებული საფრენი აპარატების დამადასტურებელი ფოტოსურათები. ოლენის ავიაბაზაზე განადგურდა 8 საფრენი აპარატი, 4 Tu-95 MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი და 4 მეშლება 4 Tu-95 MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი და 1 An-22-ის An-12-ის ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი. ასევე იმაზე ბელაიას ავიაბაზაზეც უფრო დიდი დარტყმა მიყენებული რუსეთის სტრატეგიული ავიაციისთვის, იქ განადგურდა 4 Tu-95 MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი და ასევე განადგურდა 4 Tu-22 M3-ის ტიპის შორიმოქმედების ბომბდამშენი. აი ამ ბომბდამშენების განადგურება მნიშვნელოვანი იყო და არის იმ კუთხით, რომ ეს ბომბდამშენები ძალიან ხშირად უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმის დროს იყენებენ Xaw-555-ის და Xa-1-ის ტიპის ფთოსანრაკეტებს და ძალიან ხშირად ხდება აი ამათი გამოყენება უკრაინის ქალაქების მიმართულებით. ხო, ანუ საერთო ჯამში და ასევე ივანოვოს ეს მინდოდა მეკითხა, იყო ინფორმაცია ასევე რადარები, არ მახსოვს როგორ ქვია საფრენ აპარატს, მოძრავი რადარი, რომელიც არის დასახელება არ მინდა რომ შემეშალოს. ეს არის A50-ის ტიპის, AWACS-ის ტიპის თვითმფრინავი, AWACS-ს გულისხმობს, ანუ შორი მოქმედების რადიოლოკაციური აღმოჩენის ტიპის თვითმფრინავი და საჰაერო მართვის ტიპის თვითმფრინავია, რომელიც ესე ვთქვათ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს შეადგენს რუსეთის საჰაერო ოპერაციებისთვის, რადგან ერთგვარ მართვას ახორციელებს რამდენიმე თვითმფრინავის ერთად ინფორმაციების გასვლა გამოსვლას და ასევე აქვს იმ დონის რადარი, რომელიც 600-800 კილომეტრის რადიუსში ახდენს, ესე ვთქვათ, სახმელეთო და საჰაერო სივრცეების დაზვერვას, კონტროლს და ამ ინფორმაციის გასვლა გამოსვლა მიმდინარეობს სამეთაურო პუნქტებთან. შესაბამისად, აი ამის დანაკარგი მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსეთს 2024 წლის იანვარ-თებერვალში უკრაინელებმა S-200-ის ტიპის ძველი მოდიფიკაციის და შემდგომ უკვე მოდერნი, ესე ვთქვათ, გარემონტებული, მოდერნიზებული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების საშუალებით უკრაინელებმა ჩამოუგდეს აზოვის ზღვის მიმართულებაზე 2 ასეთი ტიპის თვითმფრინავი, დარჩენილი ჰქონდა 7, ახლა შესაბამისად წყობს 6. თუმცა არის ასევე დაუდასტურებელი ფაქტები, რომ ჯერ არ არის სატელიტური ფოტოსურათები და არც ვიდეო მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ განადგურდა არა 1, არამედ 2 A50-ის ტიპის თვითმფრინავი, თუმცა ამას ალბათ უახლოეს დღეებში გავიგებთ. საერთო ჯამში, რო შევაჯამოთ, განადგურებულია 13 ესე ვთქვათ, სტრატეგიული ბომბდამშენი, Tu-95 MS-ი და Tu-22 M3. და ნუ პლუს 1 An-12-ის ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი და 1 A50 AWACS-ის ტიპის საჰაერო. კი ბატონო. და არის კიდევ გარკვეული ინფორმაცია დაზიანებულების შესახებაც. არის დაზიანებულების შესახებ. საინტერესოა. ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა, ანუ უკრაინელებმა როგორ აღმოაჩინეს 1 Tu-95 MS-ის განადგურება, რომელიც რუსებს დაუმალავთ. ანუ ამ ოპერაციის დღის შემდგომ, ესე ვთქვათ, შემდგომ დღეს, როდესაც სატელიტური საშუალებებით დააკვირდნენ აი ამ ზონას,
ეს იყო იმაზე ბელაიას ავიაბაზაზე ირკუტსკის ოლქში, იქ იყო დაფიქსირებული ერთი ძალიან მძიმედ დაზიანებული განადგურებული Tu-95 MS, რომელიც შემდგომი დღისთვის უკვე აღარ იყო ესეთ დაზიანებული. ანუ ეს თვითმფრინავი სხვაგან გადაუყვანიათ და შემოაგორეს ისეთ თვითმფრინავი, რომელიც იყო ნაკლებად დაზიანებული, თუმცა იმ ზონაზე, სადაც ეს დაუზიანებელი თვითმფრინავი დააყენეს, ამ კაფიოდ ჩანდა ცეცხლის კვალი, სადაც ის სხვა თვითმფრინავი იდგა მანამდე და იყო დაზიანებული. შესაბამისად, ესეთი ხრიკებსაც მიმართავენ რუსები, რათა საკუთარ საინფორმაციო ნაწილი მოსახლეობას უთხრან, რომ ერთით ნაკლები 95 დაკარგეს. აი ამ პრეციზს. კარგი, ოთო, მოდი წავიდეთ ბოლოსკენ მაშინ და გითხარი რას რას ელოდები ამას რომ ვამბობთ ცოტა ისეთ გაცვეთილი კითხვა არის რა მოლოდინი გაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში შენთან არ მგონია რომ ეს არ იყოს რელევანტური შეკითხვა, იქიდან გამომდინარე რომ ყოველდღიურად ონლაინ რეჟიმში მუდმივად იღებ ინფორმაციას და როდესაც ბევრი ინფორმაციას იღებ, გადაამუშავებ, ეს იძლევა გარკვეულწილად საფუძველს რომ შენ გააკეთო გარკვეული პროგნოზები. მართალია ეს პროგნოზები ხო არ არის, მაგრამ რაღაც ლოგიკა არსებობს ნებისმიერ, როდესაც გვაქვს მოცულობით ინფორმაციაზე საუბარი, ხო, მე მგონი ახსენი რის თქმაც მინდოდა, აქედან გამომდინარე მგონია რომ არ არის ის შემთხვევა რომ არ უნდა დაგისვა შენი კითხვა, მითხარი შენი პირადი აზრი. ეს მხოლოდ შენი პირადი აზრია და ჩვენ არაფერს აქ რაღაც ჭეშმარიტებას არ ვამტკიცებთ. ვფიქრობ რომ ბევრისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. თავარი და მნიშვნელოვანი რაც უნდა აღინიშნოს ყოველთვის. რუსეთი ამ ომს ვეღარ მოიგებს. ეს არის გამორიცხული. ის დანაკარგები რაც ახლა მათ მიადგათ, ახლა სანამ წამოვიდოდი New York Times-ის სტატია დავდე, კვლევითი ორგანიზაციებს, ისეთი ძალიან ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციებს ამერიკაში დაზვერვასთან ინფორმაციის გაცვლა გამოსვლით გამოუქვეყნებიათ ესეთი ანგარიში, რომ რუსების დანაკარგები ამ ომში ცოცხალი ძალის თვალსაზრისით არის მილიონზე მეტი. მილიონზე მეტი დანაკარგი მიიღეს მათ რისთვის, რომ მარიუპოლი აეღოთ, ვალნავახა, უგლედარი, იქ რაღაცა წინსვლა, მელიტოპოლი, არ არის პატარა ტერიტორია, მაგრამ სტრატეგიულ მიზნებს აბსოლუტურად ცდება. მათ ვერ მიაღწიეს ვერცერთი სტრატეგიული მიზანი. მოდი მოკლედ ჩამოთვლი რა იყო სტრატეგიული მიზნები. პირველი, უკრაინის ხელისუფლების ცვლილება ვერ შეასრულეს, უკრაინის არმიის განადგურება ვერ შეასრულეს, უკრაინის ერის გატეხვა და ნიჰილიზმის დათესვა ვერ მოახერხეს, ვერ შეძლეს დედაქალაქის დაკავება, რომელიც წინააღმდეგობას სრულად გატეხავდა და ესე ვთქვათ ორგანიზებული მასშტაბის დაპირისპირება უკვე შეწყდებოდა, სამხედრო დაპირისპირება, ვერ მოახერხეს ხარკოვის დაკავება, ვერ მოახერხეს ოდესის დაკავება, ხერსონიდან გაქცევა მოუწიათ, ქალაქზე მაქვს საუბარი და ვერ მოახერხეს პროგრამა მინიმუმზე მინიმუმის შესრულება და რა იყო ეს? ქალაქი ზაპოროჟიეს დაკავება და ამაზე კიდევ უფრო მეტად მინიმუმი იყო დონბასის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღება. თავისი პოკროვსკით, სლავიანსკით და კრამატორსკით. ეს ვერ მოახერხეს და ვერც შეძლებენ, იმიტომ რომ ისეთ თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე გადაადგილებისას ეს არმია ისეთ დანაკარგებს იღებს და ისეთი მასობრივია ცოცხალძალსა და ჯავშანტექნიკაში, ესე ვთქვათ, დანაკარგების მასშტაბი, რომ ლოგიკური პროგნოზით ისინი კი რაღაცა ტერიტორიებზე წაიწევენ წინ ძალიან დიდი სისხლის ფასად, ძალიან ბევრი განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფასად, მაგრამ ეს მათ არათუ სტრატეგიულ უპირატესობას, არამედ ოპერატიულ უპირატესობასაც ვერ შეძენს და შესაბამისად რაღაც ეტაპზე დაუდგებათ ის მოცემულობა, არ ვიცი ახლა ვადების დასახელებას არ ვაპირობ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი უღირსი იქნებოდა, ხო, პროგნოზი, როდის დასრულდება ომი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გარკვეული პერიოდის შემდგომ დადგება ისეთი მოცემულობა, როდესაც მოსახლეობა უკვე ახლა ხო 10,000-ობით ადამიანი საუბრობს პუტინის აი ამ უდიდეს კრახსა და ჩავარდნაზე. უკვე მილიონობით ადამიანი ისაუბრებს და 100,000-ობით სამხედრო დაიწყებს იმას ღიად აპელირებას, რომ ომს აზრი არ აქვს ამ ომის გაგრძელებას, ვერ აღწევენ წარმატებას და ვერც მიაღწევენ. იქ ვიღაცა პროპაგანდისტები, ქართველი პრორუსები ამბობენ, რომ აბა თუ უკრაინა აგებს, უკრაინა რატომ მიდის, რუსეთი რატომ მიდის წინ. ეს არის უბრალოდ უკრაინის სტრატეგია. მას აქვს ბევრად უფრო მცირე მასშტაბის შესაძლებლობები, ვიდრე აქვს რუსეთს, ხო, სამხედრო თვალსაზრისით. შესაბამისად, უკრაინა ახლა რომ დადგეს და პირობითად რაღაცა დასახლების ან ქალაქის დასაცავად რომ გაწყვიტოს იმ მასშტაბის და რაოდენობის
რაოდენობის ჯარები, რასაც მსხვერპლად წირავს რუსეთი, ეს იქნება არარელევანტური და ვერ იქნება პროგრესზე და გამარჯვებაზე მისადაგებული და ესე ვთქვათ, წარმატებისკენ მიდრეკილი. ხო, შესაბამისად უკრაინას აქვს ისეთი სტრატეგია აღებული, რომ გამოფიტვით, მაქსიმალური ზიანის მიყენებით დაუყენოს რუსეთს ისეთი მოცემულობა, რომ ცირე წინსვლის ფონზე, მაგრამ არასტრატეგიული, არაოპერატიული გარღვევების ესე ვთქვათ, მოცემულობით მათ მიიღონ ისეთი დანაკარგები, რომ უბრალოდ გაჩერდნენ, წინ ვერ წაიწიონ და შემდგომ იქ შიგნით დაიწყოს ისეთი პროცესები, რომ მოსახლეობამ ჯარმა აღიაროს, რომ ისინი ომს ვერ იგებენ. რა მოხდა ხო 1918 წელს? 1918 წელს რუსეთმა ომი როდესაც წააგო უბრალოდ 17 წელს, როდესაც რუსეთი უკვე აგებდა პირველ მსოფლიო ომში და კატასტროფული იყო დანაკარგები, ამან მისცა საზოგადოებას ისეთი იმპულსი და ჯარს, რომ მათ უარი თქვეს ამ ომის გაგრძელებაზე და შემდგომ ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმ კომუნისტური ესე ვთქვათ პარტიის დაწინაურებას და ახალი იმედების წარმოჩენას საზოგადოებაში იმ ძიმე რეალობიდან, რომელიც შექმნა მეფის რუსეთმა პირველ მსოფლიო ომში. აქ სამხედრო წარუმატებლობასთან ერთად ალბათ თანაბარი ფაქტორი იქნება ეკონომიკური ვთქვათ რეგრესი, რომელიც ბევრი ფაქტორის გამო იქმნება და კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ოთო, საინტერესო პოზიციებისთვის და საინტერესო ინფორმაციისთვის. ცხადია. ხო, დასასრულს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გთხოვთ, ცხადია, მოგიწოდებთ. თქვენ უნდა გამოიწეროთ, ეს არ მიყვარს ხოლმე, რომ ვიღაცები რომ მომე ხოლმე, ოკეი, თუ მოგწონთ, მოკლედ დაგვიჭირეთ მხარი, გამოიწერეთ, ჩვენი გამომწერების რაოდენობა მატულობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე მიუთითებ ანგარიშის ნომერს და თუ გსურთ რომ დაგვეხმაროთ იმ კუთხით, რომ შემდეგ უკვე ჩვენ ტექნიკურად უფრო განვითარდეთ, ვიღაცები მიწერდნენ, რომ ვიცი რა, რაღაცა კადრები რო ყოფილიყო თან და უფრო კარგი იქნებოდა, ესე რაკურსებიც გვჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ერთი კამერით გვიწევს მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ესე force majeure-ში უბრალოდ ვცდილობთ რომ არ გავჩერდეთ და ვფიქრობთ რომ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს აქვს თავისი მნიშვნელობა და ფასი, ასე რომ შეგვიწყეთ ხელი ჩაერთეთ დისკუსიებში, გაავრცელეთ ვიდეო თუ მოგწონთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. მადლობა კიდევ ერთხელ ალფა სიხშირის წარმომადგენელს, დამფუძნებელი ხარ ხო, თუ ერთ-ერთი შემქმნელი, ასე ვთქვათ, ამ პროექტის, რომელიც ძალიან მაგრად მომწონს. და გამოიწერეთ ასევე მარიამოს ვლოგი, ჩვენი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ლიტერატურას ხელოვნებას ეხება, გამოიწერეთ კიაფი და დაგველოდეთ. ნახვამდის.